მინდა რომ ჰერმან ჰესეს კითხვა დაიწყო ნარცისი და გოლდმუნდი იდეალური საწყისი წიგნია ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ როცა ჰერმან ჰესეზე ლაპარაკობენ ძირითადი წიგნები, რომელსაც ახსენებენ არის ხოლმე ტრამალის მგელი ან თამაში რიოში მარგალიტები, ჩემი პირადი ფავორიტი არის ნარცისი და გოლდმუნდი. ნარცისი და გოლდმუნდი იყო პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, როცა ჰესეს ვკითხულობდი და მგონია, რომ იდეალური წიგნია მათთვის, ვისაც არ აქვს სხვა ნაწარმოებები წაკითხული და შედარებით მსუბუქი და მარტივი წიგნი თუნდა რომ დაიწყოს, გადმოცემის მანერაც და ინფორმაციის მიღებაც საკმაოდ მარტივია, თემები, რომელსაც განიხილავს, არის ძალიან ცნობილი და მარადიული. მთავარი იდეა ნარცისის და გოლდმუნდის არის ადამიანის ორმაგი ბუნების, ორგვარი ბუნების და ორი საწყისის შესახებ, აპოლონიური და დიონისური საწყისი, ანუ რაციონალური და ირაციონალური, ლოგიკა და შეგრძნებები, ნარცისი და გოლდმუნდი. თითოეული პერსონაჟი არის რეპრეზენტაცია ამ თითოეული საწყისის, დღესაც ძალიან ცხადი ალუზია არის იმაზე, თუ როგორ იმალება თითოეულ ჩვენგანში ეს ორი საწყისი და როგორ შეგვიძლია რომ ამას მოუვაროთ, უნდა გავაერთიანოთ, ისინი ებრძვიან ერთმანეთს, ავსებენ თუ რას აკეთებენ. ძალიან საინტერესოდ არის ნაჩვენები, როგორ გავლენას ახდენს ეს ორი ადამიანი ერთმანეთზე და როგორ შეუძლიათ ერთმანეთში საუკეთესო ნაწილები წინ წამოიღონ. თვითონ ხელოვნება რა როლს თამაშობს, ხელოვნება გარდა იმისა, რომ ძიება არის ჰერმან ჰესესთვის, ასევე ძალიან ცალსახად არის ამბოხი, რაღაცნაირი აჯანყება პირველ რიგში რელიგიის და შემოქმედის წინააღმდეგ, იმიტომ რომ არის განაცხადი ერთგვარი, რომ მეც როგორც ადამიანს და ხელოვანს შემიძლია შევქმნა, შემიძლია რომ შემოქმედი ვიყო და ამით რაღაცნაირი ჭიდილი და დაპირისპირება არის ღმერთთან, თუმცა უამრავი სხვა აქვეთექსტით გასდევს ნაწარმოები, საინტერესო არის ასევე ხელოვანი ხალხისთვის, ხელოვნებაც ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, რამდენიმე ძალიან საინტერესო და ცოტა უცნაური იდეაც არის განფენილი წიგნში. ერთ-ერთი არის მაგალითად, რომ ხელოვნება და ხელოვანი ადამიანის მოგზაურობა არის მარადიული დედის ძიება. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა რაც ვლაპარაკეთ, თითქოს ძალიან კომპლექსურად და ჩახლართულად ჟღერს, ძალიან მარტივად იკითხება, არ არის რთული საერთოდ და თუ კი ვინმეს უნდა რომ იყოს პირველი გამხსნელი წიგნი ამ ლიტერატურაში, ძალიან კარგი იქნება ნარცისი და გოლდმუნდით დაწყება.